როგორ ენერგიებში ხარ და რა შეიცვლება, ჩემო კარგო? მოგესალმებით, მე გახლავთ სალომე. ნახოთ რა შეიცვლება მალე თქვენს ცხოვრებაში. რითი აივსებით? შეხედეთ, 300 ამოდის და არკანი ახალი გზის ნულის განულების არკანი, ტრანსფორმაციის არკანი. ძალიან მალე შენი ცხოვრება შუქით აივსება, მზის ხევით, სიხარულით აივსება. მე ვხედავ, რომ გავლილი გაქვს, გადიხარ, გავლილი გაქვს რთული გზა, ან გადიხარ, გადამწვარი ხარ, ვხედავ, მაგრამ ნუ გეშენია. ძალიან მალე ყველაფერი შეიცვლება, უახლოეს პერიოდში, უახლოეს დღეებში, უახლოეს თვეში. რაღაცა ძალიან განსაკუთრებული გელოდება. მეგობარო, ძალიან განსაკუთრებული. ის, რასაც დიდი ხანია ელი, რაც შენთვის აუცილებელია. განთავისუფლდები ნეგატივისაგან. ამასთან ერთად ძალიან ბევრი საჩუქარი გელოდება სხვათა შორის. შესაძლოა დაბადების დღე გაქვთ, არ ვიცი. მაგრამ წარსულთან დაკავშირებით, რასაც ვხედავთ, რა ტრანსფორმაციაც გაქვთ, მალე აქ წარსულიდანაც მოდის საჩუქარი. რაღაცა ძალიან შეიცვლება. შეიცვლება ის, რაც იყო გაჩერებული. რაღაცაზე მუშაობდით, ან ფიქრობდით, ან დიდხანს ნერვიულობდით, რაც იყო ყალბი, ნეგატიური, მაგრამ იცვლება უკეთესობისკენ. ვარიანტი მეორე ამ ახსნის არის ის, რომ თქვენ გადაღლილი ხართ ყველასაგან აბსოლუტურად. აქ რაღაცა დაუსრულებელი ფიქრია. ცრუ ღიმილით და ნიღბით ვინც იყო მაგალითად თქვენს დამიხო, განწყობილი. თქვენ ამჩნევდით ამ ყველაფერს. ყველას გაერიდებით, ან ეს ხალხი წავა თქვენი ცხოვრებიდან. ვერაფრით, ვერანაირად ვერ გატკინეს გული, ვერაფრით. მაინც გადალახული გაქვთ ის, რაზეც ნერვიულობდით, ის რამაც ტკივილი მოგაყენათ. ვერანაირად ვერ მოგერია ვერავინ, ვერანაირად. ნაბიჯ ყველაფერი იცვლება. კიბე, ნაბიჯ, აბსოლუტურად ყველაფერი. კი, იცვლება უკეთესობისკენ. ვიღაცა დგას აქ გადაწყვეტილების წინაშე, მეგობარებო, ემოციური, გზააბნეული, მაგრამ თქვენთან მოდის პასუხი სამყაროსგან. თქვენ ყველაფერს რეალურად შეხედავთ, გამოხვათ ილუზიებიდან, სიტუაციის დალაგება გელოდებათ. ამ ეტაპზე ფორტუნის ბორბალი თქვენსკენ ტრიალებს და ბრუნავს და დიდი მფარველობა გაქვთ. სამყაროს დიდი მფარველობა. რასაც შესთხოვთ სამყაროს სხვათა შორის. ის გექნებათ, რასაც შესთხოვთ სამყაროს, დაიმახსოვრეთ. ნუ გერიტებათ თხოვნები, რასაც შესთხოვთ სამყაროს, ის გექნებათ. რთული სიტუაციიდან გამოსვლას მიჩვენა,
და ჩაფიქრებული სახდენა მიჩვენა. მიღწევა ახდენა. მიწევა ახდენა მით უმეტეს პირადში, ფინანსებში და ქაღალდებში, ძვირფასებო. მოდით ნახოთ, როგორ დააჩქაროთ პროცესი განულების, ნეგატივის განულების პროცესი, როგორ დააჩქაროთ, ერთ და იგივ შეცდომებს უშვებთ. ერთი და იგივე შეცდომები. შეიძლება სხვადასხვა ვარიანტი იყოს მეგობრებო, მაგრამ მე მაინც ვიტყვი. მოსავლის აღების პერიოდი გაქვთ ახლა, შანსი მოგეცემათ ყველაფერი შეცვალოთ, გაანულეთ პროცესები, დახურეთ ფურცლები. რაც არ გემსახურებათ, ყველაფერზე თქვით უარი, აბსოლუტურად. არ მოდის ადამიანი დაემშვიდობე, არ რეკოს ადამიანი გაუშვე, არ გიმართლებს შეცვალე გზა, მოდუნდი, გადაერთე სხვა რაღაცაზე, რაღაცა სხვა წამლით იმკურნალე, თუ ის არ გშველის რითიც ვკურნალობ, მოკლედ შანსი გეძლევათ, რომ ბევრი რამე შეცვალოთ საერთოდ ბევრი რამე რომ შეცვალოთ. და მაშინ იქნებით კმაყოფილი თქვენი ცხოვრებით. მართლა იქნებით კმაყოფილი თქვენი ცხოვრებით. დამიჯერეთ? ძალიან დიდი, ახალი, ფანტასტიკური შანსები გელოდებათ უახლოეს პერიოდში. უახლოესი პერიოდი. ეძებთ ბედნიერებას, თქვენ ხართ წყარო ამ ბედნიერების. არ გჭირდებათ ბედნიერების ძებნა. ბედნიერება თქვენშია. თქვენს სულიერ სიმშვიდეშია პირველ რიგში. ეცადეთ აქტიუროთ, უფრო მეტი იმოძრაოთ, უფრო მეტი საქმე აკეთოთ. საქმე დალაგებას და გარეცხებს არ გულისხმობს, საქმე. და რაც თავარია აქვს, ნუ გავიწყდებათ როგორი ძლიერიც ხართ, როგორი დალოცვილი ხართ. კი, მე ასეთი ხალხი მიყურებს. მდგომარეობა ძალიან მალე შეიცვლება, იქნებით დამოუკიდებელი და თქვენ ხართ თქვენი საჩუქარი და თქვენი ბედნიერების წყარო. ეს ნუ და გავიწყდებათ, ძვირფასებო. ბედნიერად.